მოგესალმებით ყველას. არ ვიცი, საიდან უნდა დავიწყო მართლა. ვცდილობ რომ რაღაცნაირად დავალაგო თითოეული სიტყვა, თითოეული წინადადება. მაგრამ არ ვიცი როგორ გამომივა, ამას არ აქვს მნიშვნელობა გადამწყვეტი. პირველ რიგში არ შემიძლია რომ არ შევეხო და არც კი ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც მოხდა გუშინ. ეს იყო ყველას ტრაგედია, იყო საშინელი ღამე, ალბათ ყველასთვის. და არ ვიცი, ვუსამძიმრებ მაი ასათიანს უკომენტაროთ უბრალოდ, იმიტომ რომ მე მართლა არ მაქვს არანაირი სიტყვა ამ ყველაფრის გამოსახატავად და მინდა თქვენი ყურადღება მივიპყრო, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი ამბისკენ, ამის პარალელურად, რაც მოხდა გუშინ, ასევე მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, ეს შეეხება ნიკოლოზ ელიაძეს, რომელიც არის 8 თვის და მინდა რომ ძალიან მოკლედ მოგიყვეთ მისი ისტორიაც. დაახლოებით 1 თვის წინ შევხვდი სოციალურ ქსელში მის ვიდეოს, სადაც ის სავანტყოფოში პირველად სინჯავდა ყარსაკვებს და რაღაცნაირად დამამახსოვრდა ეს ბავშვი ძალიან ძაფრად. შემდეგ რაღაცა პერიოდის განმავლობაში, რაც დავიწყე უბრალოდ მისი ცხოვრება, ასე ვთქვათ, და თვალყურის დევნება, პირადად შევახმიანე მამას და რომ გამეგო მისი ისტორია დეტალურად. მას აღმოაჩნდა ლეიკემია საქართველოში, რომელიც სამწუხაროდ დაგვიანებით, მაგრამ ავერსის კლინიკამ შეძლო და დიაგნოზი დაუსვა ბავშვს. და შემდეგ მოხდა ის, რომ ნიკოლოზ ელიაძე მოხდა თურქეთში. მამამ საკუთარი ინიციატივით და ხელწერილით წაიყვანა თურქეთში, რადგან საქართველოში უკვე გამოსავალი აღარ იყო, მას ვერ შველიდნენ და საკუთარი ხელწერილით მამამ წაიყვანა ბავშვი სრულიად უსახსროდ თურქეთში, სადაც ბავშვს მისცეს 100%-იანი თუ არა 90%-იანი გარანტია იმისა, რომ გამოვიდოდა მდგომარეობიდან. მას აღმოაჩნდა ფილტვებს შორის სიმსინური წანაზარდი, ამის პარალელურად ლეიკემიასთან ერთად და დაიწყეს პირველ რიგში სიმსივნის განკურნება, ასე ვთქვათ, და შეჩერება. ნიკოლოზი რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო ბევრად გაუმჯობესებული, მაგრამ სამწუხაროდ გუშინ მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მე ამ ვიდეოს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ვბედავ, რომ ჩავწერო მოგმართოთ თხოვნით, იმიტომ რომ ჩემნაირი დედა, რომელიც ცხოვრობს ნიკოლოზის ცხოვრებით, არის ძალიან ბევრი. ნიკოლოზი არის ჩემი ვირტუალური შვილი, ვირტუალური იმიტომ რომ მას პირადად არ ვიცნობ და არ მინახავს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნახავ ნიკოლოზს ჯანმრთელს და ამ დედების თხოვნით უბრალოდ, რადგან მე ვარ სოფო ტოროშელიძე, უბრალოდ დედებამ თხოვეს, რომ მოგმართოთ თხოვნით. პირველ რიგში მივმართავ ჩემს ოჯახის წევრებს, ჩემს ახლობლებს, მეგობრებს, რომ ჩვენ ერთხელ უკვე შევძელით ის, რომ რაღაცა მინიმალური თანხით დავხმარებოდით ნიკოლოზს, მაშინ როდესაც იყო კრიტიკული სიტუაცია და ახლაც მინდა ყველას მოგმართოთ, დამეხმაროთ იმაში, რომ უბრალოდ ხმა მივაწვდინოთ ბევრ ადამიანს, ნიკოლოზ ელიაძეს იმის პარალელურად და მის ოჯახს იმის პარალელურად, რომ აქვს აი ეს თანხა გადასახდელი,
$65,000 და ბავშვის მდგომარეობა ესეთია, ანუ ზრუნვა უწევთ იმაზე და ფიქრი ამ ყველაფერთან ერთად, რომ არ გამოუშვან საავადმყოფოდან და არ შეწყდეს მკურნალობა. გარდა ონკოლოგიური დაავადებისა, რაც ნიკოლოს აქვს, დაერთო კიდევ უფრო მეტი გართულება, მას თირკმელები აღარ უმუშავებს ისე როგორც საჭიროა, აქვს კუჭნაწლავი გაღიზიანებული და აღარ მინდა ძალიან დაგავწივოთ, ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ბავშვს. მას ყველაზე მწარი ალბათ ის არის, რომ ის არის 8 თვის და იმის უნარიც არ აქვს, რომ თქვას, რომ აღარ მინდა და დავიღალე და ოჯახს უწევს ამ ყველაფრის გადალახვა, მისი საშინაო მდგომარეობაში ყურება და ამ ყველაფერთან ერთად იმაზე ფიქრი, რომ საავადმყოფოდან არ გამოუშვან. აპრილამდე კიდევ ვიმეორებ $65,000 გადასახდელი და მე აღარ დავიწყებ იმ ადამიანების და კომპანიების ჩამოთვალს, რომლებსაც მივმართეთ თხოვნით, რომლებმაც სამწუხაროდ ძალიან ბევრმა უარი გითხრა, ძალიან ბევრმა ასევე გამოიჩინა გულისხმიერება და გადაურიცხა ნიკოლოს თანხა გარკვეული რაოდენობის, მაგრამ ეს სამწუხაროდ არ არის საკმარისი და მე იმედს ვიტოვებ, რომ გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც ფიქრობ, რომ ბევრი ყავს საქართველოში, რომელსაც ერთ წუთში შეუძლია ერთი ღილაკის დაჭერით მოაგვაროს თუნდაც არასაჯაროდ ეს ფინანსური პრობლემა. და მე უბრალოდ თხოვნით მოგმართავთ, რომ ნიკოლოზის ისტორია და ინფორმაცია გაავრცელოთ ამ ადამიანებამდე, თუ ვინმეს გაქვთ ამის საშუალება. მე კიდევ ვიმეორებ, გელაპარაკებით დედების სახელით, არა მარტო როგორც სოფო ტოროშელიძე და მე მჯერა, რომ ადამიანები ცხოველებზე უფრო მეტად განვითარებულები ვართ ინტელექტუალურად და მინდა გითხრათ, რომ ცხოველიც კი ვერ იტანს ბავშვის სიკვდილს. არსებობს ესეთი ფაქტი, როდესაც ლომმა შემთხვევით მოკლა ორსული ცხოველი, ნადავლი ასე ვთქვათ, და მას ადგილზე გაუსკდა გული. დაემართა ინფარქტი. ამით დავასრულებ ჩემს საუბარს და კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ უბრალოდ გამოიჩინოთ გულისხმიერება და მე მგონი უნდა დამთავრდეს ამდენი ტრაგედია ყოველდღიური და მადლობა წინასწარ ყველას, მაპატიეთ ესეთი მძიმე სიტყვით, რომ გამოვედი ასე ვთქვათ, მაგრამ ალბათ სხვა გამოსავალი არ არის და არც უკან დასახევი გზა. მადლობა ყველას წინასწარ.